მოვიდა წიგნების დროც. რომელია წიგნი, რომლის კითხვის დროსაც თავს ახში გრძნობა. ამ ზაფხულს სამეგრელოში ჩავედი. ძალიან გრძლად მიყვარს თქმა. ვკითხულობდი წიგნს თეთრი მაგნოლია, რომელიც არის თამარ ერაძეს ფსევდონიმი არის ესეთი და არის მსუბუქი დეტექტივი, ძალიან კარგი საკითხავი. და როცა ჩავედი, ჩემს ოჯახის წევრებს აქვთ ეგეთი თვისება, მამას და ბაბუას, რომ რაღაცას რომ ვკითხულობ, ძალიან დიდი ინტერესი აქვს თუ თვითონაც წაიკითხო. და ესე მოხდა, რომ ბაბუა ჩემს დაუტოვე წიგნი, ძალიან მოეწონა, გაგიჟდა, გადაიღია. და მოკლედ ყოველ დარეკვაზე, ყოველ ჩასვლაზე მეუბნებოდა, რომ როდის გამოიცემა შემდეგი ნაწილი ამ წიგნის. შემდეგ ამ წიგნის ავტორი დაამპირდა, რომ როცა მეორე წიგნი გამოიცემა, აუცილებლად გამოვაგზავნი თქვენთან, ხელმოწერით, ბაბუასთვის და ასე შემდეგ. და ისე მოხდა, რომ ეს რამდენიმე თვე, 6 თვე ბაბუა ყოველ ჯერზე მირეკავდა და მეუბნებოდა, რომ ხო არ დაწერა ახალი წიგნი და მე მეუბნებოდი, რომ იცი რა, ძალიან დიდი დრო ჭირდება წიგნების წერას ზოგადად. და ისე მოხდა, რომ ბაბუა რომ გარდაიცვალა და მის ოთახში შევედი, მის ტუმბოზე იდო წყალი, სანათი და წიგნი თეთრი მაგნოლია თამარ ერაძის. და მივხვდი, რომ ეს წიგნი იქნებოდა წიგნი, რომელიც მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ძალიან გამყვებოდა, ყოველთვის მის თავს გამახსენებდა და ეს იქნებოდა ძალიან ჩემი სევდა, რომელიც თან ძალიან მტკივნეულია და თან მაგნაჭურში არსებობ. და მე როცა ამ წიგნს ვუყურებ და ფოტოს, რომელიც გადაუღია ამ ტუმბოსანაც და წიგნს, მე ყოველთვის ახში ვგზნობ თავს. მედია სწორად მახსოვს ავტორის სახელი და გვარი.